გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2026 წელს სიახლეებით ხვდება. უკვე არსებულს რამდენიმე ახალი პროექტი დაემატება. ამ საკითხებზე გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა დეტალურად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მათ შორის დიდი ყურადღება დაეთმობა პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულების პროექტის განხორციელებას. თამთა დევდარიანის განცხადებით, გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოში დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2026 წელსაც საკმაოდ აქტიურად იწყებს. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს გარემოს დაცვითი მმართველის კურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კურსს წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის რეგულაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისათვის დაეუფლოს შესაბამის კურსს და აიღოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი. საკმაოდ ეფექტურად დავიწყოთ ჩვენ 2026 წელი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებით ცენტრს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბერნის უნივერსიტეტთან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე ჩაეყარა საფუძველი ბერნის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მიმართულებას და ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ დაეუფლონ გარემოს დაცვით და აგრარულ მიმართულებებს უკვე ისეთ უნივერსიტეტში, როგორც არის ბერნის გამოყენებით მეცნიერების უნივერსიტეტი, რაც ძალიან სასიხარულოა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება პროექტ ეკოჯორჯიასთან, რომლის ფარგლებში ჩვენ სამიზნე აუდიტორიას, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს უფრო მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობით განხორციელდება არაერთი პროექტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება საქართველოში და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ კვლავაც გვეყოლებიან ეკოლიდერები, გვექნება ასევე მწვანე ბანაკი, მსგავსად გასული წლისა სასტიპენდიო მწვანე სტიპენდიის პროგრამა კვლავაც განხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ჩვენი სამინისტროს და ბატონი მინისტრის ინიციატივით განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, შესაბამისად ჩვენს თითოეულ პროექტში მაქსიმალურად წამოწეული არის ის დეფიციტური პროფესიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა არის მრავალფეროვანი, თავის მრავალფეროვანი ნიადაგებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის შესაბამისად ნიადაგმცოდნეთა შესაბამისი კვალიფიციური კადრის აღზრდა. თამთა დევდარიანის განცხადებით, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისთვის გასული წელი წარმატებული და შედეგიანი იყო. როგორც მან განმარტა, ცენტრმა გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. საკმაოდ დატვირთული და წარმატებული წელი გახლდათ 2025 წელი. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ცენტრის მიერ, თუმცა მე მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის მაგალითად კლიმატის ელჩები, მწვანე სტიპენდიების პროგრამა და აგრომიმართულებით აგროსკოლა და აგროსტიპენდია. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და ავახორციელებთ სკოლებში, სადაც გარემოს დაცვით და აგრარულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გარემოს დაცვით და აგრარული განათლების შესახებ სახელმძღვანელო დანერგილი არის საჯარო სკოლებში და ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს აღნიშნულთან დაკავშირებით სწავლება და ასევე 2025 წელს გამოვარჩევდი იმ თვალსაზრისით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის მეთოდისტთა და ბაღის პედაგოგთა გადამზადება განხორციელდა გარემოს დაცვით საკითხებზე შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სწავლებით. თვითნასწავლი მხატვარი ნათია ქემოკლიძე გამოფენისთვის ემზადება. მისი ნამუშევრები საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში იქნება წარმოდგენილი. ნათია ქემოკლიძის პერსონალური გამოფენა 22 იანვარს 15 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 28 ფერწერული ტილო. ნამუშევრების ხილვას დამთვალიერებელი საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 25 იანვრამდე შეძლებს. ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობ, ვარ ბიბლიოთეკარი, მიყვარს ჩემი საქმე ძალიან და ამავე დროს მიყვარს ხატვა. მე ტილოზე მუშაობ, ჩანახატის გარეშე, ნემსი და ძაბეთ ვქარგავ ტილოზე. ზეთი, ტემპერა, აკვარელი, ფანქარი, გუაში, ყველაფერით ვხატავდი, ოღონდ ბისერები დავიწყე 2009 წელში. ეს მოხდა ქალბატონ თინათინ ყუდიაშვილის ხატებმა მომცა ინსპირაცია. ქალბატონი თინათინი არაჩვეულებრივად ხატავს,
ძერწავს, რა ვიცი, ყველაფერი კარგს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ის არის არაჩვეულებრივი პოეტი. და მომეწონა მისი ნახატები, ის სხვა ტექნიკით მუშაობს და მე კიდე ნემსი და ძაფით მუშაობ. გამოფენაზე წარმოდგენილი არის პეიზაჟები, პორტრეტები, სურეალისტური ნახატები, სხვადასხვა ჟანრია. ხვალ ველოდები სტუმრებს, მინდა რომ ისიამოვნონ ჩემი ნახატების ხილვით. ემპათია ადამიანებს შორის. ამ სახელწოდების ვიდეორგოლების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების მიღება დასრულდა. აღნიშნული პროექტი წიგნიერი ლიდერის ფარგლებში ტარდება და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პარტნიორ სკოლებში ატარებს. გამარჯვებულები უახლოეს პერიოდში გამოვლინდებიან. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებას, ეროვნული ფასეულობებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. შეგახსენებთ, რომ დავითიანი პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში თბილისის 30 სკოლასთან თანამშრომლობს. ჩვენი ყოველწლიური პროექტის წიგნიერი ლიდერის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ ვიდეორგოლების კონკურსს. ვიდეორგოლების თემა განსხვავებულია ბუნებრივია სხვადასხვა წელს. შარშა მქონდა მაგალითად ინტერნეტის გარეშე ცხოვრება და წელს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა ემპათია ადამიანებს შორის. და აი ამ კონკურსის მიზანი სწორედ ის არის, რომ ბავშვებმა ჯერ ერთი რომ ვიდეორგოლების გადაღება ისწავლონ და მეორე ის თემები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, აი ამ თემებზე იმუშაონ. და ეს მათ უფრო მეტად ემპათიურებს გახდის ერთმანეთის მიმართ, საზოგადოების მიმართ. ეს ვიდეორგოლები აიტვირთება ჩვენ სოციალურ ქსელში და იქაც ბევრი გაეცნობა და შესაბამისად ეს რაღაც შედეგს გამოიღებს ბუნებრივია. სანამ ვიდეორგოლის გადაღებაზე მივიდოდა საქმე, მოსწავლეებმა, ჩვენს პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები, მათ ყავთ თავიანთი ხელმძღვანელი და ეს ვიდეორგოლი რომ არ ყოფილიყო თლიანად მინდობილი მხოლოდ ბავშვებზე, ჩვენ მათ სპეციალურად ტრენინგი ჩაუტარეთ, მოვიწვეთ პროფესიონალი რეჟისორი, რომელმაც აუხსნა თუ როგორ უნდა გადაიღოს სცენარი, როგორ უნდა დაიწეროს, რა პრინციპით უნდა მოხდეს გადაღება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ესეც ცალკე თემა არის, მასტერკლასია რეჟისურაში, ოპერატორობაში და თუნდაც სცენარის დაწერაში და მოსწავლეებმა უკვე გადაიღეს ეს ვიდეორგოლები, 20 ფილმი არის უკვე მობილიზებული და შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს 20 ფილმი, 20 ვიდეორგოლი გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას. გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის პრინციპით. ყველა სკოლა თავის წარმომადგენლები ხმას მიცემენ არა თავის, არამედ სხვა სკოლას. რომ არ მოხდეს რაღაც მიკერძოება, ყველამ თავის სკოლას არ მიანიჭოს თავისი ხმა. და შესაბამისად, ვინც მოიპოვებს უფრო მეტ გულებს, მეტ ხმებს, ის იქნება გამარჯვებული. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება ხალხის რჩეული, ეს ვიდეორგოლები, რომლებიც კიდევ შემდეგ ეტაპზე გადავლენ და აიტვირთება ჩვენს სოციალურ ქსელში, მოწონებების მიხედვით, ნახვების მიხედვით გამოირჩევა ხალხის რჩეული ვიდეორგოლი და ისიც, რა თქმა უნდა, მიიღებს გამარჯვებული სტატუსს და ჩვენ ამისთვის დაწესებული გვაქვს სხვადასხვა ფულადი პრიზები, რომლებიც წაახალისებს მოსწავლეებს. გამარჯვებულის გამოვლენა სულ მალე მოხდება, რამდენიმე დღეში, დაახლოებით 10-15 დღის განმავლობაში გეგმავთ ჩვენ, რომ მოვაწყოთ ფართომასშტაბიანი ჩვენება ვიდეორგოლების და შესაბამისად გამოვლინდება დაახლოებით აი ამ პერიოდში უკვე გამარჯვებული პირველი სამეული და ხალხის რჩეული ვიდეორგოლი.